წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც საკუთარი კედლები გისმენენ, იქ სადაც სიმართლის თქმა სიკვდილის ტოლფასია, ხოლო თავისუფლება ფსიქიატრიული დიაგნოზი. ბევრს დღემდე სჯერა ზღაპრების უფასო ბინებსა და ყველაზე გემრიელ ნაყინზე, მაგრამ ფაქტომაძე მე არ გიყვებით ზღაპრებს. მე გესაუბრებით სისტემაზე, რომელმაც 70 წლის მანძილზე სცადა გადაეწერა ადამიანის გენეტიკური კოდი. დღეს ჩვენ გადავშლით კაცობრიობის ისტორიის ყველაზე სისხლიან ფურცლებს და ვნახავთ, რა დაუშავა საბჭოთა იმპერიამ მსოფლიოს და როგორც სცადა მან საქართველოსთვის სულის წართმევა. სისტემას დღემდე ხავს მადიდებლები და სწორედ ამან გადამაწყვეტინა ვიდეოს ჩაწერა. მზად ხართ გაიგოთ რა იმალებოდა წითელი ფარდის მიღმა. დღეს ვისაუბრებთ 20 ფაქტზე, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ბოროტებას მართლაც ჰქონდა სახელი და მას საბჭოთა იმპერია ერქვა. მე გიორგი ვარ, თქვენ უყურებთ ფაქტომაც და რა თქმა უნდა გესაუბრებით მხოლოდ ფაქტებით. მაშ დავიწყოთ. მე-20 წითელი ტერორის დასაწყისი. ბოლშევიკებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს არა ხალხის ნებით, არამედ შეიარაღებული გადატრიალების გზით. პირველივე დღეებიდან ლენინმა და მისმა გარემოცვამ გააცნობიერეს, რომ ძალაუფლების შენარჩუნებას მხოლოდ შიშის დანერგვით შეძლებდნენ. სწორედ ამიტომ შეიქმნა ჩეკა, საგანგებო კომისია, რომელსაც მიეცა განუზომელი უფლებები. დაეპატიმრებინათ და დაეხვიტათ ნებისმიერი ადამიანის სასამართლოსა და გამოძიების გარეშე. წითელი ტერორი არ იყო შემთხვევითი ძალადობა, ეს იყო სახელმწიფო პოლიტიკა. ისინი ანადგურებდნენ ყველას, ვინც მათ იდეოლოგიას არ ეთანხმებოდა. სასულიერო პირებს, ინტელიგენციას და უბრალო მუშებსაც კი, რომლებიც სამართლიანობას ითხოვდნენ. ეს იყო სისტემა, რომელმაც ადამიანის სიცოცხლეს ყოველგვარი ფასი დაუკარგა. მე-19 კერძო საკუთრების მკვლელობა. საბჭოთა სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ნაბიჯი იყო კერძო საკუთრების სრული აკრძალვა. ბოლშევიკებმა ადამიანებს წაართვეს ყველაფერი, რაც მათმა წინაპრებმა წლების მანძილზე შრომით დააგროვეს. მიწები, ქარხნები, სახლები და პირუტყვიც კი. ამას მათ ნაციონალიზაცია დაარქვეს. სინამდვილეში კი ეს იყო ძარცვა სახელმწიფო დონეზე. ეს იყო ეკონომიკური გენოციდი, რომლის შედეგებსაც დღემდე ვიმკით. მე-18 ჰოლოდომორი, შიმშილი როგორც იარაღი. 1922-23 წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ მოაწყო ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დანაშაული კაცობრიობის წინაშე. ხელოვნური შიმშილობა, ანუ ჰოლოდომორი. უკრაინაში, ყაზახეთსა და კავკასიის ნაწილებში სამხედრო რაზმები გლეხებს ძალით ართმევდნენ, უკანასკნელ მარცვალსაც კი ხალხი შიმშილით იხოცებოდა საკუთარ სახლებში. მაშინ როცა საბჭოთა კავშირს ტონობით ხორბალი საზღვარგარეთ გაჰქონდა იარაღის საყიდლად. ეს არ იყო მოსავლის ნაკლებობა, ეს იყო მიზანმიმართული გეგმა ურჩი ხალხის გასატეხად. ამ საშინელებას მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო საბჭოთა პროპაგანდა ათწლეულების მანძილზე ამ ფაქტს საერთოდ მალავდა. მე-17 გულაგი. გულაგი იყო ბანაკების გიგანტური ქსელი, რომელიც მთელს საბჭოთა კავშირს განსაკუთრებით კი ციმბირის გაყინულ სტეპებს ფარავდა. ეს იყო სისტემა, სადაც ადამიანი იქცა უფასო მუშახელად, ანუ მონად. მილიონობით პატიმარი, რომელთა უმრავლესობა სრულად უდანაშაულო იყო, -40 გრადუს ყინვაში, შიმშილსა და ავადმყოფობის ზღვარზე აშენებდა არხებს, ქარხნებსა და ქალაქებს. ბევრი მათგანი პირველივე თვეებში იხოცებოდა გაუსაძლისი პირობების გამო. გულაგი არ იყო მხოლოდ ციხე, ეს იყო სიკვდილის ინდუსტრია, სადაც ადამიანის ენერგიას ბოლო წვეთამდე წურავდნენ სისტემის მასშტაბური გეგმების შესასრულებლად. ეს იყო სისტემური მონობა. მე-16 1927 წლის დიდი წმენდა. 1927 წელი საბჭოთა კოშმარის კულმინაცია. სტალინმა და მისმა გარემოცვამ გადაწყვიტეს, რომ ქვეყანა სრულად უნდა გაწმენდილიყო არასაიმედო ელემენტებისგან. შეიქმნა ეგრეთ წოდებული ტროიკები, რომლებიც ადამიანებს 5 წუთში გამოუტანდნენ სასიკვდილო განაჩენს. საკმარისი იყო ერთი ანონიმური დასმენა, მეზობლის შური ან უბრალოდ თუ იღბლობა, რომ შენს კარზე ღამით შავი მანქანა მოსულიყო. ადამიანებს აწამებდნენ, რათა მათ ეღიარებინათ არარსებული ჯაშუშობა ან შეთქმულება. შიში გახდა მართვის მთავარი იარაღი. არავინ იყო დაცული, არავინ იცოდა გათენდებოდა თუ არა მისთვის ხვალინდელი დღე. მე-15 საქართველოს 1921 წლის ოკუპაცია. 1921 წლის თებერვალი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული თარიღია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარებული ჰქონდა, საბჭოთა არმიამ მოღალატეობრივად დაარღვია ხელშეკრულება და თავს დაესხა ჩვენს ქვეყანას. ქართველი იუნკერები და მოხალისეები გმირულად იცავდნენ თბილისს. მაგრამ ძალები არათანაბარი იყო. საქართველომ დაკარგა პირველი რესპუბლიკა, თავისი დემოკრატიული კონსტიტუცია და ევროპული მომავალი.
ქვეყანა იქცა საბჭოთა იმპერიის გუბერნიად, სადაც ყველაფერს მოსკოვი წყვეტდა. მე-14. ქართული ინტელიგენციის განადგურება. საბჭოთა სისტემას არ სჭირდებოდა მოაზროვნე და თავისუფალი საქართველო. ამიტომ ამ პირველ რიგში ჩვენი ერის ინტელექტუალურ ბირთვს დაარტყა. 1924 და 1937 წლებში მიზანმიმართულად დახვრიტეს და გადაასახლეს საუკეთესო მწერლები, ხელოვნები და მეცნიერები. ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, პაოლო იაშვილი, ევგენი მიქელაძე, ეს ადამიანები იყვნენ ჩვენი ერის სინდისი და გონება. სისტემამ ისინი ან ფიზიკურად გაანადგურა, ან სულიერად გატეხა და აიძულა ეკოთ ტირანია. ეს იყო გენეტიკური დარტყმა, რადგან ჩვენ დავკარგეთ ის თაობა, რომელსაც საქართველო ევროპულ სახელმწიფოდ უნდა ექცია. მე-13. ეკლესიების ნგრევა და ათეიზმი. საბჭოთა კავშირმა ომი გამოუცხადა ყველაფერს სულიერს. ბოლშევიკური იდეოლოგია ქადაგებდა, რომ რელიგია ოპიუმია ხალხისთვის, ამიტომ მათ დაიწყეს ეკლესია-მონასტრების სისტემური ნგრევა. საქართველოში, სადაც ქრისტიანობა ერის იდენტობის საფუძველი იყო, ასობით ტაძარი დაანგრიეს. ზოგში კი პირუტყვის საწყობები, სპორტული დარბაზები ან კლუბები გახსნეს. უნიკალური ფრესკები კირით გადაათეთრეს, ხატები და საეკლესიო სიწმინდეები კი გაანადგურეს. სისტემა სურდა ადამიანს არ ჰყოლოდა სხვა ღმერთი, გარდა პარტიული ლიდერებისა. ამით მათ სადეს ერის მორალური ხერხემლის გატეხვა და ხალხის უსულო მასად ქცევა. მე-12. ეთნიკური კონფლიქტების ჩანასახი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აფეთქებული კონფლიქტების შემთხვევითი არ ყოფილა. ეს იყო ნაღმები, რომლებიც სტალინმა და მისმა გარემოცვამ რუკების ხაზვისას განზრახ ჩადო. საბჭოთა იმპერია იყენებდა პრინციპს დაყავი და იბატონე. ისინი ხელოვნურად ქმნიდნენ ავტონომიურ ოლქებს სხვადასხვა რესპუბლიკის შიგნით, მაგალითად აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოში, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანში, რათა ერებს შორის მუდმივი უნდობლობა და დაძაბულობა ყოფილიყო. ეს აძლევდა მოსკოვს საშუალებას ყოფილიყო მედიატორი და ემართა ყველა მხარე. მე-11. ხალხების დეპორტაცია. მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა ხელისუფლებამ ჩაიდინა წარმოუდგენელი სისასტიკე. მხოლოდ ეჭვის ან სუბიექტური ბრალდებების საფუძველზე ჩეჩნები, ინგუშები, ყირიმელი თათრები და მესხი თურქები აყარეს საკუთარი მიწებიდან და პირუტყვის ვაგონებით შუა აზიაში გადაასახლეს. გზაში გაუსაძლის პირობებში შიმშილითა და სიცივით ათასობით ბავშვი და მოხუცი დაიღუპა. საქართველოდან გადასახლებული მესხი თურქების დიდი ნაწილი დღემდე ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას, რაც ამ სისტემური ბოროტების ცოცხალი დაღია. მე-10. კატინის ტრაგედია. 1940 წლის გაზაფხულზე საბჭოთა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა ჩაიდინა მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე მზაკრული დანაშაული. სტალინის პირადი ბრძანებით კატინის ტყესა და სხვა ლოკაციებზე დახვრიტეს 22,000-მდე პოლონელი ოფიცერი, ინტელიგენტი და საზოგადო მოღვაწე. ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა პოლონელი ერის ხერხემალზე, რათა ქვეყანას წინააღმდეგობის გაწევის უნარი დაეკარგა. მე-9. ბერლინის კედელი და რკინის ფარდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირმა ევროპა შუაზე გაყო. ბერლინის კედელი, რომელიც 1961 წელს ააგეს, იქცა არა ფაშიზმისგან დამცავს ღუდედ, როგორც ამას პროპაგანდა ამბობდა, არამედ გიგანტური ციხის გალავნად. რკინის ფარდა მთელი თაობები მოწყვიტა ცივილიზაციას, სადაც მათ აჯერებდნენ, რომ დანარჩენი მსოფლიო ინგრევა, ხოლო ისინი კი ბედნიერად ცხოვრობენ. ეს იყო გონების ტყვეობა, რომელიც ფიზიკური ბეტონის კედლით იყო გამაგრებული. ჩერნობილის დანაშაულებრივი დუმილი. 1986 წლის 26 აპრილის ტრაგედია არ იყო მხოლოდ ტექნიკური გაუმართავობა, ეს იყო საბჭოთა სისტემური კორუფციისა და სიცრუის შედეგი. როდესაც ატომური რეაქტორი აფეთქდა ხელისუფლებამ პირველი რამდენიმე დღე სიმართლე დამალა. სანამ მომაკვდინებელი რადიაცია ჰაერში იფრქვეოდა კიევში ხალხი აღვუნზე გამოიყვანეს, მათ შორის ათასობით ბავშვი. დაგვიანებული ევაკუაციისა და სიმართლის დამალვის გამო 10,000-ობით ადამიანმა მიიღო დასხივება, რაც კიბოსა და გენეტიკური მუტაციების მიზეზი გახდა. მე-7. 9 აპრილის სისხლიანი დარბევა. 1989 წლის 9 aprilს თბილისის ცენტრში საბჭოთა იმპერიამ თავისი ნამდვილი სისხლიანი სახე კიდევ ერთხელ გამოაჩინა. მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, მოსკოვმა სპეცდანიშნულების რაზმები და ტანკები გამოგზავნა. ჯარისკაცები იყენებდნენ მომწამლელ გაზს და სასანგრე ნიჩბებს. იმ დღეს ყველამ დაინახა, რომ ძმური რესპუბლიკების კავშირის სინამდვილეში იყო შეიარაღებული ოკუპაცია, რომელიც მზად იყო საკუთარი მოქალაქეები მხოლოდ იმიტომ დაეხოცა, რომ მათ თავისუფლება მოინდომეს.
მეექვსე, ფსიქიატრია როგორც სადამსჯელო იარაღი. საბჭოთა კავშირში არსებობდა ერთ-ერთი ყველაზე გაუკუღმართებული წამების მეთოდი სადამსჯელო ფსიქიატრია. თუ შენ არ ეთანხმებოდი კომუნისტურ პარტიას სისტემას შეეძლო გამოეცხადებინე შეშლილად. ითვლებოდა რომ მხოლოდ გის შეიძლება არ მოსონდეს სოციალური სამოთხე. დისიდენტებს იძულებით კეტავდნენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, სადაც მათ უკეთებდნენ ძლიერ ნეიროლეპტიკებს, რაც ადამიანის ფსიქიკას და ნევრულ სისტემას ანადგურებდა. მეხუთე, ეკონომიკური დეფიციტი და დამცირება. საბჭოთა ეკონომიკა იყო ხალხის მუდმივი დამცირების სისტემა. გეგმიური ეკონომიკის პირობებში სახელმწიფო წყვეტდა რა გჭირდებოდა, მაგრამ ყოველთვის აგვიანებდა. კილომეტრიანი რიგები პურზე, კარაქზე, საპირფარეშოს ქაღალდზე და ფეხსაცმელზე საბჭოთა კავშირის ადამიანის ყოველდღიურობა იყო. ადამიანები საათობით ხანდახან კი ღამეებსაც ათენებდნენ ქუჩაში, რათა ელემენტარული პროდუქტი ეყიდათ. ეს იყო მათი ნაქები თანასწორობა. მეოთხე, ეკოლოგიური კატასტროფა, არალის ზღვა. საბჭოთა ბუნების გარდაქმნის გიჟურმა გეგმებმა პლანეტის ერთ-ერთ უდიდეს ტბას, არალის ზღვას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ბამბის პლანტაციების მოსარწყავად მდინარეების კალაპოტის შეცვლამ გამოიწვია ზღვის სრული დაშრობა. დღეს იქ, სადაც გემები დაცურავდნენ, უდაბნოა, სადაც ქარი მარილიან და ქიმიკატებით გაჯერებულ ქვიშას ფანტავს. ამან გამოიწვია მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესება და მთელი რეგიონის ეკოლოგიური სიკვდილი. მათთვის დედამიწა მხოლოდ რესურსი იყო, რომლის გამოწურვაც ნებისმიერ ფასად შეიძლებოდა 5 წლედის გეგმის შესასრულებლად. მესამე, მეზობლის დასმენის კულტურა. საბჭოთა კავშირმა მოკლა მთავარი რამ, ნდობა ადამიანებს შორის. შეიქმნა დასმენების გიგანტური მანქანა, სადაც სახელმწიფო წაახალისებდა ღალატს. პროპაგანდა გმირად აცხადებდა პავლიკ მოროზოვს, ბიჭს, რომელმაც საკუთარი მამა დაასმინა. ხალხს ეშინოდა საკუთარ სამზარეულოშიც კი სიმართლის თქმის, რადგან ნებისმიერი მეზობელი ან მეგობარი შეიძლება ყოფილიყო აგენტი. ამით სისტემამ დაანგრია ოჯახური და მეგობრული კავშირები. დღემდე ღრმა კვალი დატოვა ჩვენს საზოგადოებაში, რაც ხელს გვიშლის ერთიანობისა და ჯანსაღის სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში. მეორე, რუსიფიკაცია და ენობრივი წნეხი. საბჭოთა კავშირის ფარული მიზანი იყო ერების ასიმილაცია და მათი რუსულენოვანი მასად ქცევა. სკოლებში, უნივერსიტეტებსა და სახელმწიფო დაწესებულებებში რუსული ენა იყო დომინანტი, ხოლო მშობლიური ენები მეორე ხარისხოვნად ითვლებოდა. საქართველოში 1978 წელს სცადეს კონსტიტუციიდან ქართული ენის როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის ამოღება. სტუდენტებისა და ინტელიგენციის თავდადებამ და ქუჩაში გამოსვლამ შეაჩერა ეს პროცესი. სისტემას სურდა წაერთმია ჩვენთვის ის, რაც ყველაზე მეტად გვაერთიანებდა. ჩვენი ენა და კულტურული იდენტობა. პირველი, საბჭოთა ადამიანის მენტალიტეტი. ყველას დიდი და საშიში ბოროტება არ არის დანგრეული შენობები, არამედ დანგრეული ცნობიერებაა. 70 წლის მანძილზე სისტემა აჩვევდა ადამიანს, რომ ის არაფერს წყვეტს, რომ პასუხისმგებლობა სახელმწიფოსია, რომ ინიციატივა ისჯება. ამან შვა ჰომო სოვიეტიკუსი, ადამიანი, რომელიც ელოდება დახმარებას, ეშინია სიახლეების და მიჩვეულია კორუფციას, როგორც გადარჩენის ერთადერთ გზას. ჩვენი მთავარი ბრძოლა არა წარსულთან, არამედ ამ მენტალობასთანაა. უნდა ვისწავლოთ თავისუფლება, პასუხისმგებლობა და საკუთარი შრომის ფასი, რაც საბჭოთა სისტემამ ასე მონდომებით წაგვართვა. იმპერია ჩამოიშალა, რუკები შეიცვალა, მაგრამ საბჭოთა კავშირის მთავარი ციხე ბეტონისგან არ იყო აშენებული. ის ადამიანის გონებაში აშენდა. ეს იყო ექსპერიმენტი, რომელმაც დატოვა შიში, უნდობლობა და ილუზია, რომ ვიღაც სხვა უნდა მოვიდეს და ჩვენი ცხოვრება მოაწყოს. საბჭოთა კავშირის საბოლოო დამარცხება არ მომხდარა 1991 წელს. ის მაშინ მოხდება, როცა თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავში მოკლავს იმ მორჩილ ადამიანს, რომელიც სისტემამ გამოზარდა. და იმახსოვრეთ, თავისუფლება არ არის უფასო საჩუქარი. ის არის პასუხისმგებლობა, რომელსაც ყოველდღიურად უნდა ვატარებდეთ. თქვენ რას ფიქრობთ, როდის დასრულდება საბჭოთა კავშირი ჩვენს მენტალიტეტში? დამიწერეთ კომენტარებში. ეს იყო ფაქტომატი, გამოიწერეთ არხი, რადგან სიმართლე ერთადერთი გზაა თავისუფლებისკენ. მომავალ შეხვედრამდე.